დღეს სტუმრებს ველოდებით, ამიტომ მოვამზადეთ უზბეკური ფლავი, მაგრამ ქათმით. თავარია ქათამი იყოს ნოსტე. პირველ რიგში გავასუფთავოთ და დავამუშავოთ ქათამი. დაგვჭირდება ხახვი, სტაფილო, გამომშრალი კოწახური, ქიშმიში, ძირა, შავი პილპილი და მარილი და რა თქმა უნდა ნიორი. სასურველია ფლავის მომზადება თუჯის ქვაბში. ზეთი და კარაქი. ვურთუშოთ ხახვი, ბრინჯი, რომელსაც ვრეცხავთ იქამდე, სანამ ასეთ გამჭვირვალე წყალს არ მივიღებთ. ახლა შეგვიძლია დავამატოთ დაჭრილი ქათამი. კარგად მოვთუშოთ ხახვთან ერთად სტაფილო. დავამატოთ დაახლოებით 500 გრამი წყალი, ცხელი. აქვე ვამატებთ სუნელებს, ცოტაოდენი კურკუმა ფერისთვის. მოვურიოთ და დავტოვოთ დაახლოებით 5-7 წუთით, სანამ ისევ თავიდან კარგად ადუღდება წყალი და შემდეგ დავამატოთ ბრინჯი. ბრინჯი უნდა დაფაროს მთლიანად სითხემ, თუ არ ყოფნის, მაშინ შეგვიძლია დავამატოთ ცხელი წყალი. ვამატებთ ქიშმიშს, გამომშრალ კოწახურს და მოვათავსოთ 2 ცალი ნიორი მთლიანად. ვტოვებთ იქამდე, სანამ წყალი მთლიანად არ ამოშრება. ესეთი ფორმით უნდა შევამაღლოთ ბრინჯი. გავუკეთოთ ნასვრეტები, რათა დარჩენილი სითხე უფრო კარგად ამოშრეს.